მოსახლეობის საპენსიო დანაზოგების მოცულობამ 6 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ყველაზე დიდი მოცულობის საინვესტიციო პორტფელი კვლავ კონსერვატიულია. დეკემბრის ბოლოს დაბალრისკიანი პორტფელის მოცულობამ თითქმის 6 მილიარდ ლარს მიაღწია. ყველაზე მცირე მოცულობის პორტფელად კი ამ დრომდე მაღალრისკიანი, ანუ დინამიკური პორტფელი რჩება, რომელიც რეალური ამონაკების მხრივ კვლავ ლიდერობს. როგორ მოგებიანობას აჩვენებს სხვადასხვა საინვესტიციო პორტფელი და სად არის დაბანდებული ჩვენი საპენსიო დანაზოგები. ნუცა შუბაშვილი გვერდდება დეტალებით პირდაპირ ეთერში. ნუცა გისმენთ. გიგა მოგესალმები. დიახ, ბოლო მონაცემებით მოსახლეობის საპენსიო დანაზოგების მოცულობა 6 მილიარდ 100 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც საინვესტიციო ამონაგებმა მილიარდ 440 მილიონ ლარს მიაღწია. უფრო დეტალურად რომ გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს თუ რამდენად მომგებიანაა და დაბანდებული ჩვენი დანაზოგები, მოდით მიმოვიხილოთ სხვადასხვა პორტფელები. ყველაზე დიდი მოცულობის პორტფელი კვლავაც კონსერვატიული, ანუ ნაკლებად რისკიანი საინვესტიციო პორტფელია, რომლის მოცულობაც ამჟამად თითქმის 6 მილიარდ ლარს აღწევს, რომ შევხედოთ მის მოგებიანობას, ვნახავთ, რომ დეკემბერში პორტფელის რეალური ამონაგები, ანუ სარგებელი ინფლაციის გათვალისწინებით უარყოფითი იყო და დაახლოებით -0.4% შეადგინა, თუმცა თუ კი შევხედავთ გასული წლის 6 აგვისტოდან დღემდე ამონაგებს, ანუ მას შემდეგ რაც სამი სხვადასხვა პორტფელი გაეშვა იმ მოქალაქეების საპენსიო დანაზოგებს, რომელთაც თანხები სწორედ დაბალრისკიან პორტფელში აქვთ განთავსებული, თითქმის 13%-იანი სარგებელი დაერიცხა, როგორც საპენსიო სააგენტოში აცხადებენ. გასული წლის ბოლომ გლობალური ბირჟებისთვის არც თუ მომგებიანად დასრულდა დეკემბერში ამერიკული და ევროპული საფონდო ბირჟების კლებით დასრულდა, რასაც ბუნებრივია გავლენა საპენსიო დანაზოგების ამონაგებზეც ექნებოდა. და აქ საინტერესო როგორია დაბალანსებული და დინამიკური პორტფელების შედეგები, რომელთა დიდი წილი, როგორც ცნობილია, სწორედ გლობალურ აქციებშია განთავსებული. დიახ, იგან, როგორც ცნობილია, საპენსიო სააგენტოს დინამიკურ და დაბალანსებულ პორტფელებში გლობალური აქციების წილი უფრო მაღალია, კერძოდ დინამიკურში მისი წილი თითქმის 51%-ია, ხოლო დაბალანსებულში 30%. მთლიანობაში საპენსიო სააგენტოს გლობალურ საბონდო ბირჟაზე 1 მილიარდი ლარი აქვს დაბანდებული, საიდანაც ყველაზე დიდი წილი Apple-ის აქციებშია განთავსებული. იქიდან გამომდინარე, რომ ამ პორტფელებში გლობალური აქციების წილი უფრო მაღალია, დეკემბრის განმავლობაში გლობალურ ბაზრებზე მერყეობა უფრო მეტად სწორედ ამ პორტფელებზე აისახა, თუმცა წლიურ ჭრილში ამ მიმართულებით ინვესტირება მაინც უფრო მომგებიანად რჩება, კერძოდ 2023 წლის აგვისტოდან დღემდე დაბალანსებული პორტფელის მომგებიანობა 14,3%-ს აღწევს, რაც შეეხება დინამიკურ, ანუ მაღალრისკიან პორტფელს, რომლის მოცულობაც ამ დროისთვის ყველაზე მცირე 33 მილიონი ლარის ფარგლებშია, მისი რეალური ამონაგები ამ პერიოდში ყველაზე მაღალი დაახლოებით 15,9%-ის ფარგლებში იყო, როგორც აღინიშნა გასული წლის ბოლოს გლობალურ ბაზრებზე ძირითადმა საფონდო ინდექსებმა უარყოფითი შედეგები აჩვენა. აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ მართალია საქართველოში ინფლაციის დონე კვლავ მიზნობრივ 3%-ზე დაბლანარჩუნდება, თუმცა დეკემბერში ინფლაცია 1,9%-მდე იყო დაჩქარებული, რასაც ასევე ნეგატიური გავლენა ექნებოდა საპენსიო სააგენტოს პორტფელების რეალურ ამონაგებზე. გლობალური აქციების ბაზრებმა 2024 წელი დადებითი წლიური შედეგებით დაასრულეს, მათ შორის საუკეთესო შედეგი კი ამერიკის შეერთებულ შტატებმა აჩვენა. S&P 500, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების 500 უმსხვილეს კომპანიას აერთიანებს, ზედიზედ მეორე წელია 20%-ზე მეტით იზრდება, რაც 21 საუკუნეში საუკეთესო ორწლიანი შედეგია. აღნიშნული ზრდის მთავარი მიზეზი ხელოვნური ინტელექტის მიმართ არსებული მოლოდინები იყო. ამასთან ფედის მიერ განაკვეთების შემცირების დაწყებამ მდგრადმა ეკონომიკურმა მონაცემებმა და ტრამპის მიერ დაანონსებულ გადასახადებისა და რეგულაციების შემსუბუქებამ დამატებითი ბიძგი მისცა აქციების ბაზრებს. აქვე აღსანიშნავია, რომ დეკემბერში S&P 500 2,5%-ით შემცირდა, რაც ფედის მხრიდან საპროცენტო განაკვეთების შემცირების მოლოდინის გაუარესებასა და ინფლაციურ ზეწოლას უკავშირდება. წლის ჭრილში ევროპული აქციების ინდექსი 1,6%-ით შემცირდა. მკვეთრი შემცირება დაფიქსირდა დეკემბერში, რაც ტრამპის მხრიდან ევროპულ პროდუქციაზე ტარიფების დაწესების გაზრდილ მოლოდინებს უკავშირდება. უარყოფითი შედეგები დაასრულეს წელი აზიურმა აქციების ბაზრებმა. შემცირების ძირითადი ნაწილი კი მეოთხე კვარტალში მოხდა, რაც უმეტესწილად იაპონური იენის გაუფასურებითა და სამხრეთ კორეის პოლიტიკური არასტაბილურობით იყო გამოწვეული. განვითარებადმა ბაზრებმა არაერთგვაროვანი შედეგები აჩვენეს 2024 წელს, მათ შორის საუკეთესო შედეგი ტაივანმა აჩვენა, რაც ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში ქვეყნის როლთან არის დაკავშირებული, თუმცა სხვა ქვეყნებმა წელი უარყოფითი შედეგით დაასრულეს. 2024 წელს ლათინური ამერიკის ინდექსმა გლობალურ ბაზრებს შორის ყველაზე ცუდი შედეგი დააფიქსირა და 28,5%-ით შემცირდა, რაც ბრაზილიისა და მექსიკის უარყოფითი უკუგებით იყო გამოწვეული.
აღსანიშნავია, რომ 31 დეკემბრის მდგომარეობით დაგროვებითი პენსიით უკვე ისარგებლა 15,458 პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 61 მილიონი 100,000 ლარი. ამასთან მიმდინარე წლის მაისიდან საპენსიო სააგენტოს გარშემო ბევრი სიახლე იქნება, მათ შორის როგორც ცნობილია საპენსიო სააგენტოს ერთიანი მმართველობითი საბჭო ეყოლება, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული წევრებით უნდა დაკომპლექტდეს. მმართველობითი საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი გასული წლის ბოლოს გამოცხადდა და განაცხადების მიღების ბოლოვა და 10 იანვარი იყო ვაკანსია გამოცხადებული საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე, სადაც განაცხადების მიღების ბოლოვა და 20 იანვარია. ამ თემებზე მაყურებელს უფრო მეტ შეფასებას დღის განმავლობაში შევთავაზებთ.